მოგესალმებით, ისევ მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი დაიწყო და როგორც გითხარით, ადამიანებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს დარეკვა, ანუ ვერ შემოუშვით ზარი ეთერში წინა ნაწილში, გაქვთ საშუალება დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში და გამოთქვათ თქვენი აზრი. ბატონო გუჩა, გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. აი მაგალითად, ეხლა როგორც ჩვენთან, ასევე ამერიკაშიც ხელისუფლებაში არის ადამიანი, ანუ ჩვენთანაც არის და ეხლა პრეზიდენტი გახდა ამერიკის ადამიანი, რომელიც სოლიდური, ასე ვთქვათ, კაპიტალის პატრონია, ხო, ანუ ვიცით ჩვენ. მაგრამ რა პარალელების გავლება შეგიძლიათ და პირიქით რა დისონანსური მდგომარეობა აქვს ერთ და მეორეს, თქვათ, ერთმანეთთან შედარებით. კი ბატონო, მართლაც ესეა, ფაქტიურად არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპაშიც ფაქტიურად ინგლისში მოსული იყო ასევე მილიონერი, როდესაც იყო ოჯახის სერიოზული. ანუ რეალობაში პოლიტიკაში შემოვიდა უკვე ის წრე, რომელიც წრეზეც პოლიტიკოსები, ასე ვთქვათ, ეყრდნობიან, იმიტომ რომ ეკონომიკა ერთ-ერთი მთავარი და გამსაზღვრელია. მაგრამ მთავარი ალბათ რა არის, ჩვენ ამასაც ვსაუბრობდით ხოლმე და ხშირად გვისაუბრია, როცა ემთხვევა ინტერესი, ვთქვათ, იგივე იმ მილიონერის, ან ბიზნეს წრეების წარმომადგენლის და ქვეყნის ინტერესი, როცა ერთმანეთს ემთხვევა, ამ შემთხვევაში ქვეყანა იგებს. მაგრამ არის ხანდახან ისეთი მომენტები, როდესაც არ ემთხვევა ერთმანეთს ქვეყნის და მილიონერის ინტერესები, ხო? ასეთ სიტუაციაში პირიქით, ქვეყანა შეიძლება საფრთხის ქვეშაც კი დადგეს, იმიტომ რომ ბიზნესმენის ბუნება ესეთია, თუ ის ასე ვთქვათ, პირველი ცხოვრება ბიზნესმენი, მაგრამ მე უკვე პოლიტიკოსად როცა ყალიბდება და განსხვავება სხვათა შორის არის ტრამპი თუ ყალიბდება, იმიტომ რომ ტრამპი სანამ პირველად გამოჩნდებოდა, ჯერ კიდევ როდესაც აი პირველი ტაუერი რო გააშენა, იმის მერე იყო საუბარი, ეკითხებოდნენ თქვენი ფიქრობთ თუ არა პრეზიდენტობას და მაშინ ახალგაზრდა იყო 80 რომელიღაც წელს არ მახსოვს ზუსტად, ის მან მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და წააგო. აი ამის მერე ხო ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა და განსაკუთრებით საინტერესო იყო, ხო, ესეც აი ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც აგერ ჩვენი მეგობარი ამ დროშა დავწვიდა, ვთქვათ ის, ხო, მაგრამ შეხედეთ როგორი სიტუაცია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ყოფნის დროს ტრამპმა სწორედ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტიურად მას ამის გადატრიალებამდე იყო, ხო, ყველაფერი მისული, მაგრამ მან დათმო ხელისუფლება, იმიტომ რომ ქვეყნის ინტერესები უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე თუნდაც ის, რომ მას შეეძლო ის მოქმედი პრეზიდენტი იყო და წააგო არჩევნები, თუმცა თვლიდა, რომ მას მოგებული ჰქონდა და გაუყალბეს არჩევნები და წავიდა, იმიტომ რომ სახელმწიფო ინტერესი დააყენა უფრო მაღლა. მისი მობრუნების შემთხვევაში ესეთი სიტუაცია დადგა, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ბაიდენი, ჩვენ გვახსოვს სიტუაცია როგორ იყო, სამოქალაქო ომამდეც კი შეიძლებოდა მისულიყო, იმიტომ რომ დაპირისპირება თითქმის აი ეს 50-50-ზე იყო, ვინ მოიგებდა, არავინ არ ვიცოდით, მაგრამ იქაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის უკანაც ვებერთელა ფინანსური წრეები იდგნენ, სახელმწიფო ინტერესებმა გაიმარჯვა და ფაქტიურად ბაიდენმაც დათმო და პირველსავე იმაში გამოჩნდა, რომ აღარც მივიდა საქმე იქამდე, რომ არჩევნები უკვე როდესაც დაითვალა ხმების რაოდენობა, უკვე ჩანდა, რომ ტრამპი იგებდა და დამთავრდა იქ სამოქალაქო დაპირისპირება. აი მე განსხვავებაზე რატო გკითხეთ? მე ვფიქრობ, რომ მაგალითად ეხლა 340 მილიონიან ქვეყანაში, როდესაც მილიარდერი მოდის სათავეში, ის არის ორიენტირებული ქვეყნის გაძლიერებაზე და თუ საკუთარი ბიზნესის დაცვითაც არის დაკავებული, ამას ამხელა ქვეყანა ვერც იგრძნობს. მაგრამ როდესაც მილიარდერი მოდის სათავეში, ისეთ ქვეყნის სათავეში, როგორც არის საქართველო და არის დაკავებული მხოლოდ საკუთარი ბიზნესის, ანუ გამდიდრებით და საკუთარი ბიზნესის, ასე ვთქვათ, შენარჩუნებით და დაცვით, ასეთი პატარა ქვეყანა ამას გრძნობს, იმიტომ რომ ეკონომიკა არ ვითარდება ქვეყანაში. ინვესტიციები აღარ შემოდის, იმიტომ რომ ფაქტურად სანქციების ქვეშ ვართ, ხო? და განა ეხლა არ შემოდის, როდესაც ღიად საუბრობს დასავლეთის სანქციებზე, არა. არ შემოდის წლების მანძილზე, კაცო, არ შემოდის, იმიტომ რომ აქ სტაბილურობას ვერ ხედავს ამ ქვეყანაში. ეგ სტაბილურობა ვერ ჩამოაყალიბა ხელისუფლებამ. ესეც რა თქმა უნდა დიდი დანაშაულია. შენ როდესაც მოდიხარ ხელისუფლებაში, პირველი შენი ამოცანა არის სიმშვიდე და სტაბილურობა ქვეყანაში. არა მხოლოდ
არა მხოლოდ რომ ხალხმა იგრძნოს ეს, არამედ რომ იგრძნოს უცხოელმაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ინვესტიციები არ შემოდის და ინვესტიცია თუ არ შემოდის ქვეყანაში, ქვეყანა ვერ ვითარდება, ეს ყველამ კარგად ვიცით ხო? კი, არა თუ პატარა, დიდი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც ინვესტიციები პატარა ქვეყანა არ ვითარდება და ეხლა ჩვენ რაც მოსმენილი გვაქვს ინტერვიუში, როცა ეს კაცი ამბობს, რომ ჩემი ფულის დაცვით ვარ დაკავებული უფრო მეტად თქვა, ვიდრე ქვეყნის განვითარება. გულახდელა თქვა საერთაშორისო. არ დაუმალავს, კი ბატონო. მე ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ ადამიანები, ვინც მხარს უჭერს, კი იმას კი არ ვეუბნები, უნდა შეგზიზრდეს, არა. უბრალოდ კაცი პირდაპირ გეუბნება, რომ ჩემი პრიორიტეტი რა არის. შენ ამომრჩეველი ხარ ამ ქვეყნის ნაწილი. შენ შედიხარ იმ შემადგენლობაში, რომელსაც ქვია ხელისუფლება, რომ შენს გარეშე ხელისუფლება არ არსებობს. შენ უნდა გაანალიზო და მიიღო გადაწყვეტილება, გჭირდება თუ არა შენ ასეთი ადამიანის სათავეში, რომელიც არის მიმართული საკუთარი ქონების გაძლიერებაზე და დაცვაზე და არა ქვეყნის განვითარებაზე. შენზეა დამოკიდებული. ანუ კაცმა პირდაპირ გითხრა, შენ იმოქმედე ხო, მაგრამ ეგ არის ზუსტად რომ ადამიანს მოუშალეს ეს კრიტიკული აზროვნება, ანალიზის უნარი მოუშალეს ბევრ ადამიანს. ყველაზე არ ვამბობ, ბევრ ადამიანს. თქვენს ყავთ მეგობრები, მეც ყავს მეგობრები და ალბათ ტელევიზიასაც ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ისეთიც უსმენს, რომელიც ხშირად კამათობთ ხოლმე, საუბრობთ ხოლმე ამ თემაზე, რომ აი ბიძინა ივანიშვილი, მისი ინტერესები ემთხვევა, თქვა სტაბილურობის შენარჩუნებაში. კი ბატონო, ემთხვევა და მისთვისაც ერთ-ერთი მთავარი იყო, რომ ქვეყანაში სტაბილურობა ყოფილიყო. ომი, თქვა არც ერთ შემთხვევაში სტაბილურობა არა, ბოდიში, სიმშვიდე, ამ შემთხვევაში სტაბილურობა ეკონომიკის სტაბილურობასთან. კი, ეკონომიკის სტაბილურობაზე სხვათა შორის ვიფიქრე კიდევაც, რომ აი ეს კანონი, ორი კანონი ერთად როცა მიიღო, გახსოვთ სულ, ეს იყო აგენტების შესახებ კანონი და ოფშორების შესახებ კანონი. ნუ ვიფიქრე, რომ აგენტების შესახებ კანონით უბრალოდ გადაფარა ის მომენტი, რომ ალბათ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ოფშორების ეს კანონი იმიტომ მიიღო, გარკვეულწილად დასავლეთს პოლიტიკურად ვაჭრობაზეა ლაპარაკი, ევაჭრება იმაზე, რომ ჩემს ქვეყანაში სანქცირებული თქვათ, ძალიან ბევრი სანქცირებული იყო რუსეთში მილიარდელები, ასევე ის ქვეყნები, რომლებშიც სანქციები იყო, ჩინეთშიც კი მიდიოდა. ვიფიქრე, რომ ალბათ ამისთვის გააკეთა, რომ ქვეყანაში მეტი ფული შემოსულიყო, მოიზიდოს და ამითი ქვეყანა წინ წაეწია მისი ეკონომიკა. და აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, რომ თურმე ოფშორებიდან იმის გამო, რომ სანქციებს უკვე ელოდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი, ასე ვთქვათ, ინტერესი იყო გათვალისწინებული, იმიტომ რომ ქვეყანას არ დაეთყო, რომ ამ კანონმა იმუშავა. იმაზე აღარ ვლაპარაკო პირველმა. იმანაც ხო ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია. ის რაც მივიღეთ შედეგად და ის არეულობა ფაქტიურად დესტაბილიზაცია ქვეყანაში ამ კანონის მიღების მერე იწყება, ამ კანონმა ვერ შეასრულა ის ფუნქცია, რაც ვისთვისაც თითქოს ღებულობდნენ. ამეთი უნდა მომხდარიყო ის, რომ სიმშვიდე უნდა ყოფილიყო ხო ქვეყანაში, გამოემჟღავნებინა ის ადამიანები, რომლებიც აგენტები იყვნენ, ფინანსდებოდნენ და მივიღეთ ეს შედეგი. შედეგად მივიღეთ საპირისპირო და ანუ ერთ შემთხვევაში ის კანონის და მეორე, რასაც ვფიქრობდი, რომ მეთქი ალბათ ამეთი გადაფარვა ხდება და ქვეყანას დაეტყობა, შემოავებერთელა ფული, რომელიც ამ ქვეყანაში დაბანდება, ხო? ეს არ მოხდა და არა თუ არ მოხდა, ეხლა ირკვევა, რომ ის ამბობდა კიდევაც, მე დიდი ხანია ვემზადებოდი სანქციებისთვის. ხო, ისევე როგორც ეხლა ამას რატო ვამბობ? სომხეთი უცბად აღმოჩნდა ოქროს ექსპორტის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მთელ სოფლიოში. რატო? რუსული ოქროა, ხო, ყველა ვიცით, ხო? ანუ რეალურად იმ სომეხმა ქვეყნის მმართველმა თავის აჯობა იმაში, რომ იმ დაძაბულ სიტუაციაში, ურთულეს სიტუაციაში, ქვეყანაში, რომელშიც დგას რუსული ჯარები, გამოიყენა. ასევე იყო ჩეხეთმა მოახდინა რუსული ფული გაატარა თავის ხიბაში ქვეყანაში და ამითი ვებერთელა პროცენტით შეიტანა ქვეყანაში პირდაპირ იმაში ბიუჯეტში შედიოდა ფული. ჩვენ ვერაფერი ვერ გამოვიყენეთ, ვერ მოვახერხეთ და პირიქით ქვეყანაში გვაქვს ახლა ისეთი სიტუაცია, როდესაც ველოდებოდით 20 იანვარს თითქოს რაღაცა ჩამოიკიდა, რომ აი ბატონო ტრამპი მოვიდა და თქვა ხალი ორი სქესი არსებობს, რასაც ჩვენ ვარ. ამის გარდა რამდენი პრობლემაა და ჩვენ თქვით კიდევაც ხო, რომ სინამდვილეში ეს პრობლემები იმიტომ შემოდის ხელოვნურად, რომ გადაიფაროს მთავარი პრობლემები. იქ ამერიკის შეერთებულ შტატებში ორსქესიანობის ამბავი ქვეყანაში გამყოფად კი არ გადაიქცა. იქ მთავარი იყო ქვეყანაში ეკონომიკა როგორ იქნება. ტრამპი იმით კი არ მოვიდა, რომ ამას ამბობდა, ამას გავაკეთე. მოვიდა იმით, რომ ამერიკას დაუბრუნებ ძველ დიდებას, დაუბრუნებ იმ მისი საწვავის იმ ფასს, დავაბრუნებ ეკონომიკაში სამუშაო ადგილებს. ამიტომ ისეს ხმა, თორე იმიტომ კი არ მეუციათ ხმა, რომ ორსქესიანობის არისო და სხვა სქესი არ არსებობსო, ხო? კი ბატონო, ზარი ეთერში შემოუშვით. გამარჯობათ მეგობრებო, ყველაფერში გეთანხმებით, მაგრამ ერთ რაღაცაში არ გეთანხმებით, იმიტომ რომ
ტრამპის ფსიქოტიპი და ჩვენი მმართველის ფსიქოტიპი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. ჯერ ესეთი დავიწყოთ იქიდან, რომ ტრამპი არ არის ყველაზე მდიდარი კაცი თავის ქვეყანაში, ეს ერთი. ამ ასეთი მილიარდერები კარგია, რომ ყავს ამერიკას, მაგრამ ყავს ბევრი. ანუ ჩვენთან მილიონერები და მაგათი მილიარდერები ფაქტიურად ერთი და იგივე დონეა. იმიტომ რომ იქ არის ტრილიონერები და ასე შემდეგ. ეს ერთი, მეორე. ფსიქოტიპი განსხვავდება კიდე იმით, რომ ის მოვიდა ქვეყანაში, სადაც არის აწყობილი სისტემა. ცუდად მუშაობს, არ მუშაობს, როგორ მუშაობს, ნუ ეს არის აწყობილი სისტემა და ფსიქოლოგია თვითონ მოსახლეობის განსხვავდება ჩვენი მოსახლეობის ფსიქოლოგიისაგან. რატო განსხვავდება? იმიტომ რომ ის არის პრინციპული და ის იცავს თავის ინტერესებს. ჩვენმა მოსახლეობამ ვერ გაიგო, რომ უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესები და არა ვიღაცის ინტერესები თავის ქვეყანაში. ეს მეორე. მესამე, კიდე განსხვავება არის იმაში, რომ ტრამპს არ ეშინია არაფრის და ის იძახის თავისი ქვეყნის სიდიადეზე. ჩვენთან არც ერთი ჩვენი მთავრობა, არც წინა, არც ახლანდელი და არც შევარდნაძიდან დაწყებული, აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, არც ერთი აბსოლუტურად სიდიადეზე თავის ქვეყანისას არ ლაპარაკობს. იმიტომ რომ თავისი ქვეყანა მიაჩნია მხოლოდ გამტარ ზოლად და უნდა გაატაროს აქ რაღაცეები და არა იმით რომ ის იყოს ლიდერი თავის რეგიონში როგორიც იყო ისტორიულად. აი ზუსტად ამიტომ ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ რახან მილიარდერია ის აკეთებს ამას და ამას. არა. ჩვენ არ გვითხოვს ქალბატონო ბოდიშით. ჩვენ ეს არ პირიქით. ჩვენ ვთქვით რომ 2 მილიარდერია, მაგრამ განსხვავდებიან. მე განსხვავება ვერ დავიჭირე სამწუხაროდ ბატონო გიორგი და ამიტომ ვიძახით ჩემს აზრს. თქვენ აზრს ჩვენ ვეთანხმებით, მაგრამ ზუსტად წამოვიწყე ეს თემა, იმიტომ რომ ეს განსხვავება მინდოდა რომ დაგვენახა ჩვენ რომ მილიარდერი არის იქაც, იმიტომ რომ ბევრი ახლა კულუარულად გეუბნებით, ბევრი ამბობს რომ აი იქაც ხო არის ოლიგარქი, იქაც ხო არის მილიარდერი, ჯერთი ოლიგარქი არის თვითონ მილიარდერი, რომელიც დაახლოებულია ხელისუფლებასთან და მერე მოდის ხელისუფლებაში. ტრამპი ის ყოველთვის ბიზნესმენი იყო, არ იყო დაახლოებული, მან დაახლოება ხდება იმ დონეზე, რა დონეზეც შესაძლებელია ბიზნესმენმა იახლოოს, თქვათ, ხელისუფლებასთან. ამიტომ ვთქვით, რომ აი ეს განსხვავება არის, ბუნებრივია და არსებობს ეს განსხვავება იმ მილიარდერ და ამ მილიარდერს შორის. და შეიძლება გავაგრძელოთ? დიახ, რა თქმა უნდა. და გარდა ამისა, ბატონებო, ჩვენთან რატომღაც აი ეს აზროვნება ძალიან ცუდია, აი რა გავაკეთოთ, არ ვიცი მე. არ ესმით ამ ადამიანებს, რომ დიდარ ქვეყანაში, შეძლებულ ქვეყანაში, თუნდაც პატარაში, შენ უფრო მდიდარი იქნები. აი ეს ფსიქოლოგია არ აქვს, იმიტომ რომ მათი ამბიცია არის დღევანდელი. ისინი არ ცხოვრობენ არც პერსპექტივაში, არც იქეთ შორს იხედებიან და არც ახლანდელ დროს არ იხედებიან. მე არ მესმის, რატო არ არიან ასეთი ამბიციურები, რომ მუდმივად იყვნენ მდიდრები, ხვდებით რა მინდა რომ თქვა? მდიდარ ქვეყანაში შენ ბევრჯერ უფრო მდიდარი იქნები, მაგრამ ამდენი შეგნება არ აგაკ. აი ეს არის სასწაული და ჩვენი ხალხი ძალიან დამნაშავეა. ის არ დაბეჭავდა და უბრალოდ მის ლიდერებში გამოიყვანა ის კაფი და არა ნაღები, რომელიც უნდა ყოფილიყოს ქვეყნის სათავეში. აი ეს არის ჩემი საქმე და ტრამპს მე ნამდვილად ვულოცავ, ძალიან მომწონს და ეს არის მებრძოლი, ეს არის პატრიოტი და ძალიან მაგარი კაცი. გაუმარჯოს ტრამპს, მაგრამ ჩემს ქვეყანაში მე მინდა ტრამპი კი არა ბევრად უკეთესი იყოს კიდევ. მადლობთ. გეთანხმებით ქალბატონო, თუ არ გათიშავთ, კარგი იქნება გაითიშე სამწუხაროდ, მინდოდა პასუხი გამეცა ქალბატონისთვის, თუ რატომ არ უნდა ხელისუფლებას, რომ მდიდარი ქვეყანა იყოს და ამ მდიდარ ქვეყანაში უფრო მეტად მდიდრები იქნებიან თვითონ, მათ აშინებთ თვითონ ძალაუფლების დაკარგვა. აი ეს აშინებთ. და ხელისუფლების დაკარგვა, ძალაუფლების დაკარგვა და მდიდარი ქვეყანა თუ იქნება, ვეღარ ყიდულობ მე ხმას. აი, რითაც დღეს არის დაკავებული ეს ხელისუფლებაც, რითაც იყო დაკავებული წინა ხელისუფლება, ესენი ყიდულობენ ადამიანის ხმებს. ხან ურიგებენ იქ 20 ლიტრს დიზელს ურიგებენ რაღაც შეშმართვადია. კი, ადვილად მართავ და დღესაც აი დააკვირდით, ძირითადად დღეს
ეს ძალად ოპოზიციაც ტიტუშკებს რო ეძახის, ხო? ძირითადად ვინ არის? ანუ არის მოსყიდული ადამიანები, ვისაც ფულს უხდიან, ის ტროლები, რომლებიც მუშაობენ ინტერნეტში. ანუ ის ტროლები, თქვენ გონიათ ძალიან დიდი ხელფასები აქვთ? აი 1000 ლარი აქვთ ხელფასი. დიდარ ქვეყანაში ამ ადამიანებს ისედაც ექნებოდათ სამუშაო და ხელფასები ექნებოდათ 3-დან 5000, 6000 ლარამდე. ის არასოდეს არ მოვაწერდა ხელს ისეთ სიბინძურეზე, რაზედაც მე ახლა ვისაუბრე, ხო? აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას, არც ამ ხელისუფლებას, არც ძველ ხელისუფლებას არ აწყობდა მდიდარი სახელმწიფო. ეს არის პასუხი იმ კითხვაზე, რატო არ უნდა, თორე მე რომ მკითხო, მირჩევნია მოვიდე ხელისუფლებაში, ავაწყო სისტემა ისე რომ გავამდიდრო ქვეყანა, მე სულ თუ არ მოუნდა ხალხს ჩემი ყოფნა ხელის და ჩემი დანახვა ხელისუფლებაში წავალ. თუ ქვეყანა აირევა, ხო ისევ მოვა და იტყვის რომ მოდი ისევ შენ იყავი ხელისუფლებაში, ვინაიდან შენ ააწყე. თუ არ აირევა და ღმერთმა ქნას არ აერიოს და კარგად ყველანი კარგად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და ყველანი ვიყოთ მდიდრები. მდიდრებს რაც ვამბობ, საშუალო ხელფასი რო იყოს, ეხლა ამ კურსთან შედარებით 6000 ლარი ქვეყანაში არ გვეყოლება, არც სოციალურად დაუცველი ფენა გვეყოლება ჩვენ. არც უმუშევრობა არ იქნება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება. ძალიან ბევრი ინვესტორი შემოვა მდიდარ ქვეყანაში, იმას უკვე აღარ ეშინია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც გითხარით, პრობლემა არის ძალაუფლების შემდეგ იმის შიში, რომ ძალაუფლებას დაკარგავს რომელიღაცა პოლიტიკური პარტია. ებაგენო მეც სხვათა შორის ქალბატონი იმდენად კარგად საუბრობდა, რომ დიდი სიამოვნებით ის კი არა ტელევიზიაშიც მოვიწვევდი, იმიტომ რომ მართლაც ისეთი ლოგიკა ჩამოყალიბებულად ჰქონდა, თავისი ხედვა და მივესალმები, სწორედ ეს არის კრიტიკული აზრი, სწორედ ეს არის რომ თქვათ რაღაცაზე ვკამათობთ, შეიძლება რაღაცას ერთმანეთს ვერ გაუგეთ, მაგრამ ვიკამათებთ, მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის, რომ ჩვენ მსჯელობთ, მივდივართ, რაღაცაზე ვთანხმდებით, რაღაცაში შეიძლება ვერ შევთანხმდეთ. ჩვეულებრივი რამეა, არც უნდა ვთანხმდებოდეთ, მაგრამ აი აქ რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, ჩვენ თითქმის ერთ და იგივეს ვსაუბრობდით და შედარებაც სწორედ ეს იყო და ძალიან საინტერესო ერთი მომენტიც. მართლაც ტრამპმა ისიც დაანახა. ვიცოდით სულ ყველამ რა დაძაბული სიტუაცია იყო საუბარი იმაზე, რომ მასზე შეიძლება თავდასხმა განხორციელებულიყო და როგორ მოიქცა იმ თავდასხმის დროს. და ეხლა შეადარეთ მე ჩვენი ნებისმიერი ლიდერი, ეხლანდელი იქნება ეს თუ წინა ხელისუფლებისა, როგორ იქცევა თავის სიცოცხლის გადასარჩენად. გინდა ერთი და გინდა მეორე, ხო? და ამ დროს ხონდა ის აკვარიუმები. ხო, ის აკვარიუმი არ ქონდა ამას ლოაკ და მიშა სააკაშვილიც გვახსოვს თვითმფრინავის დანახვაზე რა დაემართა, ხო? ანუ როცა შენ მიდიხარ პოლიტიკოსი როცა ხარ და პოლიტიკაში როცა უკვე შედგი ფეხი, ხო? უმაღლეს თანამდებობებზე კი არა. ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობაზე როცა ხარ, შენ უნდა იცოდე, რომ შენი სიცოცხლე შეიძლება დადგეს საფრთხის ქვეშ, ხო? და სხვათა შორის დააგვერდით, მე სამსებით გეთანხმებით იმასაც და ეპისტოლეშიც კი პატრიარქის თორსა სიცოცხლეზე იყო საუბარი, რომ ნუ გამოვეკიდებით სიცოცხლეს. იმიტომ რომ ღმერთის მოცემულია, სიცოცხლეს ვერც გაიხანგძლივებ, ვერც მისი ასე ვთქვათ დაცვით, ზედმეტი დაცვით ვერ შეძლებ იმას, ეხლა ეს არ ნიშნავს, რომ თავი გაწირო უაზროთ, მაგრამ როცა ქვეყანაზეა ლაპარაკი, უნდა იცოდე ეს, რომ შენ შეიძლება მოგიწიოს. სხვერპლად წასვლა, ჩვენ რატო არის, რომ დემეტრე თავდადებული, რომელსაც ბევრი შეიძლება თლად მოსაწონი ქმედებებიც არ ქონდა, მაგრამ როდესაც მან შეხედა იმას, რომ მისმა არჩევანმა არ გაამართლა, თორემ რომ გაემართლებინა, ერთ-ერთი საუკეთესო მდგომარეობა შეიძლება ქვეყანას ქონოდა, მან მხარე დაუჭირა, ანუ მონღოლთა იმაში ვიყავით, მაშინ ბატონობის ქვეშ და ის მიემხრო იმას, ვინც წააგო და აქედან გამომდინარე, მოგებული რასაკვირველია შურს იძიებდა, ხო და ქვეყანა რო არ აღმოჩენილიყო ამ დროში თავი გაწირა ადამიანმა, იმიტომ რომ ეს არის სწორედ, როცა სახელმწიფოს მართველი ხარ, შენ შეიძლება სიცოცხლის გაწირვა მოგიწიოს კიდევაც და ამისთვის მზად უნდა იყო და ჩვენთან როგორ არიან გმირობას კი ჩაიდონ, არაფერი არ უნდა მოუვიდეთ. არათუ მათ არ მოუვიდეთ და სიცოცხლეზე კი არ ლაპარაკი. მათ კაპიტალს და ფულსაც კი არ უნდა მოუვიდეს არაფერი და აქედან გამომდინარე რასაკვირველია ამ პოლიტიკოსების შედარება, აქ რასაკვირველია გეთანხმებით იმაში ძალიან განსხვავებულია. ხო ის ადამიანები თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი ყველაზე უმდიდრესი ადამიანი მოიყვანა, ხო? იმაში რა ქვია, ილონ მასკზეა საუბარი, რომელიც ტექნოლოგიებში ალბათ ერთ-ერთი შეიძლება ითქვას ყველაზე წინსწრებით მოწინავეა, მაგრამ იმავდროულად აზროვნებაში არ ქონდა მასაც თავის დროზე, როდესაც ახალგაზრდა იყო, მისი ასე ვთქვათ შეხედულებები არ იყო კონსერვატიული, მაგრამ დადგა პერიოდი
და დღეს ის კონსერვატიზმზე, იმიტომ რომ გადმოვიდა ამ ფრთაზე და დღეს ერთ-ერთი ყველაზე შეიძლება ითქვას გავლენიანი ადამიანია, ოღონდ ამერიკაშიც კი რო წარმოიშვა ის მომენტი რომ კი მაგრამ გავლენას იმაზე მეწყომ არ ახდენს გამოვიდა ტრამპი და თქვა კონსტიტუცია ისე არის ჩვენი მოწყობილიო რომ ის ვერ მოახდენსო ვერანაირი მზედმეტ გავლენას რომელიც შეიძლება ითქვას რომ პრეზიდენტზე მოახდინოს გავლენა ანუ ამ ქვეყანაშიც ცდილობენ იმას რომ დაიცვან ქვეყანაში სადაც ინსტიტუტები აწყობილია და ამას ვამბობდით სწორედ რომ იმ დაპირისპირების მერე როგორც კი არჩევნები დამთავრდა ორივე გუნდი სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე ერთად დაჯდა და რა საინტერესოდ აქვს 90 დღე ჭირდება გადაბარებას. ანუ ერთი როცა მიდის ხელისუფლებიდან 90 დღის განმავლობაში, რაც კი რამე გასასწორებელია, რაც კი რამე შეიძლება ითქვას, რომ შეცდომა იყო დაშვებული, ამას ასწორებენ და ერთმანეთს ამის საშუალებას აძლევენ. ჩვენთან ხელისუფლების დაკარგვა ნიშნავს ყველაფრის დაკარგვას, იმიტომ რომ ადამიანი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისე იქცევა, რომ ის უკვე შეიძლება პირდაპირ სასამართლოს სკამზე აღმოჩნდეს, ხო? ასე ვართ მიჩვეულები და მერე კოჰაბიტაცია და მერე გვჭირდება ჯერ იყო და 12 წელიწადზე მეტი უკვე 12-ზე მეტი მოანდომა ვითომ იმას რა ქვია ნაცმოძრაობასთან ბრძოლას მერე ალბათ ღმერთთან უკნას და ისეთი ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში ნაწილი რომელიც მერე მეორეზე დაიწყებს შურისძიებას ბოდიში 12 წელიწადი მოანდომა ნაცმოძრაობის რეანიმირებას კი რასაც ბრძოლას ეძახდა დღეს დაიწყო ბრძოლა თუმცა ეს ბრძოლაც გიორგი გეტყვი იმასაც რომ ხო ამბობდა რომ დავიჭერო პარლამენტში ხო არ შედიან ხო რატომ არ იჭერს კი მაგრამ არა ჯერ მოდის ყველაფერს თავი დავანებოთ როგორ უნდა დაიჭიროს თუ ის ლეგიტიმურად ცნობს საკუთარ თავს რომ ის პარლამენტი ლეგიტიმურია ხო მაშინ ეს ხალხის თუ არა და ანუ თავიდან ბოლომდე იმიტაცია იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში დაჭერის და რეალურად მოსპო პოლიტიკური სპექტრი და დღეს რა სიტუაცია გვაქვს იცით საინტერესო რაღაცა ხდება დღეს ვერ იტყვის ვერავინ რომ აი ვთქვათ სააკაშვილი რომ მოგვაშორა ივანიშვილმა ამიტომ რაღაც მადლიერების გზნობა უნდა გქონდეს შევარდნაძე რომ მოაშორა თავის დროზე სააკაშვილმა მადლიერების გზნობა უნდა გქონდეს. დღეს მივდივართ იმ სიტუაციაზე, რომ მართლაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და ალბათ ამიტომაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი ალბათ ის იქნება, რომ საარჩევნო კანონმდებლობა უნდა მივიტანოთ ისეთი, რომ მართლაც დიდმა ნაწილმა შეძლოს ადამიანებისამ აირჩიოს თავისი ერთი და ორი და ვიღაც გმირები, ვიღაცა გადამრჩენები კი არა, არამედ ბევრი ადამიანები შერჩება უნდა ვისწავლოთ. ვიღაცის აი სწორედ იმითი მძულს სიტყვა არ უნდა იყოს, როცა ლაპარაკი არის პოლიტიკოსის არჩევაზე, ან პოლიტიკურ პარტიაზე. არ მიყვარს მძულს, ეს არის ემოციები. უნდა დავთვალოთ, აი გიორგი ამბობდა, პატიოსნად გეუბნება ის კაცი, რომ ჩემთვის მთავარი ეხლა არის ჩემი ფულის გადარჩენა. და შენი საქმეა უკვე მე ამირჩევ თუ არ ამირჩევ, იმიტომ რომ შენ თუ მიუხედავად იმისა, რომ მე ეს გითხარი, ამის მერე ისევ მე მანდობ, მაშინ მე როგორც ვამბობ, ისე გავაკეთებ კიდევაც. და ეს უკვე შენი ბრალი იქნება, რომ რაღაცა თუ არ გამოვიდა და მე ნუ დამაბრალებ ამას, ხო? ეს ჩვეულებრივი რამეა. ეს კი არ ნიშნავს იმას, მე ამით ჩემ მეგობრებსაც მიმართავ. რას ლაპარაკობ, ეს უჭკვიანესი კაცია, ყველა ვარიანტში რაღაცა იქნება მოფიქრებული. აი ახლა 20 დაველოდოთ, ნახე რა იქნება. ვეუბნები ამ ადამიანებს, რომ არაფერი ეს არ იქნება, ჩვეულებრივი ადამიანია. უჭკვიანესი კაცია საქმეში, ფულის კეთებაში, ბიზნესში, მაგრამ ამ საქმეში, რასაც პოლიტიკა ქვია, მას იმდენი შეცდომები აქვს უკვე დაშვებული, რომ ამ შეცდომებს პოლიტიკოსები კი არა. მე მგონი ჩვეულებრივად მოქალაქეები, რომლებიც ხანდახან პოლიტიკურ გადაცემებს უსმენენ, იმათვისაც კი უკვე ნათელი ხდება. ნამდვილად, ზარი ეთერში შემოუშვით. მოგესალმებით, ხორზის რაიდან გაწურეთ. მოგესალმებით. ბიძინაშვილი დღეს უკვე ეთამაშება. მაგის სამბავი განწერულია. ღმერთთან უკრას ძალიან ცუდი იქნება. ან გული უნდღუნებს მაგას, ან რუსეთიდან ადგილის საშიშროება რო გააგორო. ასე რომ ბევრი არა ბიზნესზე უკვე დამოკიდებული. რაც შეეხება დროანდელ მდგომარეობას, ეს არაა სასურველი რა, მდგომარეობა ჯალათობა. თუნდუსებს და მამაძაღლებს ეძახიან ახალგაზრდებს, როცა ომი იყო აფხაზეთში, სულ არ ეკითხებოდნენ სახში ავტომატი იჭერდა, მიდიოდნენ სამზომაში, კაი ხალხი იყო. გასაგებია, კარგი სურევია, ცუდი სურევია, მაგრამ მოუვალი თაობა, მოუვალი სახელმწიფო ეს არის, კიდე თუ არ გინდა რეალობას უნდა შეეგუო. რაც შეიძლება ხმის მისება მერვენობასთან დაკავშირებით. არის თემატიკა ჯანდაცვა, საბანკო სისტემა, საპენსიო სისტემები ქვეყნის. აი და თუნდაც დაამუშავეს და მოიყვანდნენ ცოდნე ფინანსისტი, ან მედიცინის მუშაკი, რომელსაც დესმის საქმეს. იყოს კითხვა პასუხი და ჩვენ კიდე რაღაცა მეექიმეო 45 წელი ვიჭარ.
სრული ქაოსთან არ გიაჩნდას. სრული ქაოსთან რო არ გაკეთა ისიც ხვილია კაცო. პენსიონერები უწევი ესენი უფასოდ ღებულებენ წამე. ბევრი ამ გაკეთა, მაგრამ შეიძლება და 2-მაგან 5-მაგან მეტი გაიკეთები. აი თემატიკა შემოიტანეთ რომელიმე ან საბანკო სისტემა, ან ჯარდასის სისტემა. აი რო დაუსვათ კითხვები სად არის რა, ყველა ვერ ერგო მასი დეტალებში რა. მადლობ, ბევრი სხვა მინდა, მაგრამ არა ასეთ მეტია უკვე. მადლობა ზარისთვის. რაც შეეხება პატრიოტ ალიანსის საარჩევნო პროგრამას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან გაშლილად მქონდა თვითონ პროგრამის არსიც იყო, გაზეთი იყო გამოშვებული და იმ გაზეთში გაშლილად ეწერა თუ რა გეგმები აქვს პატრიოტთა ალიანს ეკონომიკური თვალსაზრისით, ჯანდაცვის თვალსაზრისით, სოციალური ანუ ყველაფერი იყო გაწერილი და სხვათა შორის მაგრამ ეთყობა მაინც ჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ კი ვთვლით რომ მივაწოდეთ და საინტერესო რაღაცები იყო მე მეც შემსას, მაგრამ ეთყობა მაინც საჭიროა რაღაცა. ხო და არა, მე რას ვამბობ, მაგის თქმა მინდა რა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გაკეთებული გვაქვს და გვაქვს სპეციალისტების მიერ ეს ყველაფერი შემუშავებული, ბუნებრივია. მაგრამ ვინაიდან მაყურებელი რეკავს, მე მაგის თქმა მინდა ზუსტად. ვინაიდან მაყურებელი რეკავს და ითხოვს ამას ტელევიზიით. ალბათ სავარაუდოდ არ არის საკმარისი მარტო გაზეთი და ტელევიზიაშიც ალბათ გადაცემის ფორმატში, რომელიღაცაც გადაცემის ფორმატში უნდა მოვიწვიოთ ფინანსისტები, ეკონომისტები. საარჩევნო პერიოდში, თქვათ იგივე ეკონომიკაზე, ხო, ძალიან ინოვაციური იყო, როდესაც მიდიოდა მცირე ბიზნესზე, სახელმწიფომ როგორ უნდა გააკეთოს. ჩვენ ციფრებით გქონდა პირდაპირ, თქვათ ეს მოცემულობა, რამდენი 1000 ადამიანი უნდა, ანუ ოჯახები როგორ უნდა დასაქმდნენ იმისათვის, რომ მათ თვითონ შექმნან. ანუ როცა საშუალო ფენაზეა ლაპარაკი, რასაც აგერ ჩვენ ახლა ამერიკაზე ვლაპარაკობთ, ევროპაზე ვლაპარაკობთ, საშუალო ფენა როგორ უნდა შექმნილიყო, ეს პირდაპირ ჩამოყალიბებული ქონდა და სხვათა შორის დავით თარხანი მოურავს ქონდა ამაზე, აი განსაკუთრებით გადაცემა იყო მთელი რა თქვია მიძღვნილი. რაც შეეხება საბანკო სისტემასაც, არა მარტო მოსმენით და იმითი, მე თვითონ აგერ ბანკს დღეს უკვე მივმართე რომ ტელევიზორს ვოჩართავ კაცო ამ იმაზე, იმედზე და იმაზე, თურმე ტურიზმი პანდემიასთან შედარებით კიდევ და კიდევ უფრო მაგრად მიდის, გაიზარდა და ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ეკონომიკაში თურმე წინ მივდივართ, გადახდის უნარო გავხდი, ვეღარ ვიხდი და ბანკს ვეხვეწები რომ ან გამიყინეთ, იმიტომ რომ ფორს მაჟორია სინამდვილეში და ამ მდგომარეობაში მე კი არა, მარტო მე რო ვიყო, ვიტყოდი რომ ალბათ უნიჭო ვარ და რაღაცა უნარები არ მაქვს იმისი და ამიტომ მე დამემართა. თერს ჩემ ამ სფეროში ვისაც კი ვიცნობ, ვისაც კი ვეკითხები, ვცდილობ ეს ადამიანებიც ვნახო რომ ბანკთან რაღაცა გარკვეული წინადადებებით მივიდეთ და უთხრათ რომ დააქცია, შეიძლება კაცო მართლა ბანკს არანაირი ის არ აქვს საფრთხეები. ერთადერთი დაცული ვინც არის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბანკი. გადაზღვეულია ყველაფერი და თანაბარი მასში კი არ შემოდის კაცო, რომ ორივე მხარე, სესხებელის და გამსესხებელიც რაღაც თანაბარი პასუხისგებლობები ქონდეს. არა, მისთვის ყველაფერი უნდა იყოს გარანტირებულად და იმისთვის, რა ქვია, ვინც სესხია იყო, ის ყველანაირად, ასე ვთქვათ, შეიძლება დაიჩაგროს და ყველაფერი სიმძიმე გადადებს მხოლოდ მის კისერზე. ანუ რისკების გაზიარება კი არ ხდება ორივესთან. პარტნიორობა არ არის ფაქტიურად. მარტო რისკზე უნდა მიდიოდეს სესხებელი. ხო, ანუ საბანკო სისტემა, რომელიც მართლაც ნამდვილად ერთის მხრივ რო ავიღოთ, კარგი მომსახურეობაა, ევროპაშიც კი არა აქვს, სხვათა შორის, აი განვითარებულ ქვეყნებშიც კი ისე ტელეფონით შეგიძლია კომუნალურების გადახდა, ყველანაირი ამ ოპერაციის გაკეთება, მადლობა ამისთვის ბანკს, მაგრამ დაიქცა, მე ვიცი რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ადამიანები საშინელ მდგომარეობაში არიან არხევ. რასაკვირველი ეს თემები შემოსვათანია. ეს იგივეა ბატონო გოჩო, რომ ჩვენ ახლა მაგალითად სათამაშო ბიზნეს, მადლობა გადაუხადოთ, რომ ტელეფონითაც შეგვიძლია კაზინოში ვითამაშოთ, ხო? ხო, ანუ მთელი რიგი ის საკითხები, სხვათა შორის თქვენ მართალ ბრძანებთ, რომ ყურადღება განსაკუთრებით გადასულია საგარეო პოლიტიკაზე, გადასული იყო აი სწორედ იმ თემებზე, რომლებზედაც აბა გინდა თუ არა გენდერი და ის როგორ იქნება, რა იქნება. ანუ თემები, რომლებიც სინამდვილეში ერთ-ერთი მთავარია, იმიტომ რომ უნდა აინტერესებდეს. რაც უნდა აინტერესებდეს ნამდვილად ამომრჩევას, ამ მხრივ უნდა ირჩევდე და არა იმ მხრივ თქვა მე ის საგარეო პოლიტიკას როგორ წარმართავს. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, დასაკვირველია, როგორ არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თავარი ხომ ის არის, რომ ქვეყანაში შიგნით როგორ იქნები. ქვეყანა როგორ იქნება, იმიტომ ნებისმიერ შემთხვევაში გინდაც პროდასავლური იყავით, პროაღმოსავლეთი თუ პროვისა, რა ქვია, ევროპელი თუ რუსი, რა მნიშვნელობა აქვს? თავად არის შენი ქვეყანა როგორ გაუძლებს, რა ეკონომიკა აქვს, შენი მოსახლეობა რა მდგომარეობაშია და ჩვენ ხო ვიცით რა მდგომარეობაცაა და სწორი ბრძანა ახალგაზრდებს, კაცო, ომი რო დაიწყოს ავტომატს ვაძლევთ და მე დასაცავი რა აქვს? ის რომ
რომ სახლი ბანკს აქვს წაღებული, მამა სამუშაოდ სადღაც წასულია, დედა სადღაც წასულია, რას იცავს ეს ადამიანი? და ღმერთმა არქნას კიდე იქ თუ დაიჭრა და ინვალიდი გახდა ან რაღაცა, რა სახელმწიფო შენ როგორ გივლის იმის შემდეგ, რა პენსიას გაძლევს 200 ლარს? აბა ეს საშინელება, ამ ადამიანებმა ვეტერანები რა მდგომარეობაში არიან, ხო ხედავთ, ხო? თუნდა წახვიდე იომო და საბოლოო ჯამში თან ისინი ვინც შეიძლება ითქვას რომ ელიტაა, ხო, ფინანსური ელიტა, ხელისუფლებასთან დაახლოებით, იმათი შვილები სასწავლებლებში არიან, კაცო, ეს ხდება, აგერ უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, ჩვენ რომ მთელი მთავრობის წევრები შვილები წასულებიან, ჩვენს ომშიც ასე არის, ხო? ჩვენი ომშიც ხო, უმეტეს შემთხვევაში გინდათ სამოქალაქო ომის მერე აფხაზეთის ომს მე სამოქალაქო ომმა ვთვლე მაინც, იმიტომ რომ ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სახელმწიფოში ხდებოდა ეს ინტერვენცია, მე განახორციელა, იმიტომ რომ ამის საშუალებებიც მივეცით, ხო? იმ რუსებსაც იმას თავის ინტერესები ჰქონდა და გამოიყენეს ეს. აი ღმერთმა დაიფაროს და კიდევ ხვალ და ზეგ რაღაცა მოხდეს ადამიანებს არანაირი პატრიოტული გრძნობა იმის რომ წავიდეს თავისი ქვეყნისთვის იომოს, ხო ჩაკლული აქვს, იმიტომ რომ ის ვერ ხედავს რომ ვინც გუში ნიომა ის რა დღეშია დღეს. ოჯახები რა დღეში. ხო, და ის ადამიანები სხვათა შორის მაგაშიც მართალი ხარ. ქუჩაში გამოდიან და ვიძახით შტერები არიან, ამათ ვინ ეკითხებათ, არიციან, ნაცებს ვეძახით თან სულ ყველას. კაცო შეურაცხყოფას ვაყენებთ, იმიტომ რომ ის ადამიანები არ თვლიან თავს ნაცებად. ისინი არ ფიქრობენ. უამრავი დგას მანდ ისეთი ახალგაზრდა, რომელიც გეუბნება რომ ბიჭო, არც ნაცი მინდა და არც ხოცი მინდა. პირდაპირ გეუბნება და მანდ დგას. რა შუაშია ნაცობა, კოცობა. ადამიანი აქ გამოდის და აპროტესტებს კონკრეტულ ქმედებას. კი. ზარი ეთერში შემოუშვით. ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ტელეფონით გესმით ჩემი ხმა, ტელევიზორში ნუ ელოდებით სანამ ხმა თქვენამდე მოვა, ტელეფონით მესაუბრეთ. კეთილი. კარგი, გაითიშა, დაველოდოთ დარეკავს კიდე. კი ბატონო, მე გეთანხმებით და ეს არის, ესეც საიდან მოდის, რომ აუ, მან ნაცებით განა. ისო ხელისუფლება ავრცელებს ამ ხმას. იმის მაგივრად რომ დეპოლარიზაცია მოახდინოს საზოგადოების, პირიქით, პოლარიზაციით არის დაკავებული. ეგ ყველა ხელისუფლების ამოცანა, ზოგადად ნორმალური დემოკრატიული ხელისუფლების ამოცანა არის საზოგადოების დეპოლარიზაცია. რომ ერთიანი, ერთსულოვანი იყოს საზოგადოება. მით უმეტეს როცა გამოწვევები გაქვს, ასეთი დიდი უამრავი გამოწვევები გვაქვს. ეს არის ამოცანა. ჩვენი ხელისუფლება პირდაპირ მიდის პოლარიზაცია საზოგადოების, იმიტომ რომ მისთვის დღეს გადარჩენის ერთადერთი შანსი არის საზოგადოების პოლარიზაცია, რომ ან მე ვარ და ჩემ მხარეს მდგომი ხალხი და არის მეორე მხარე, ყველა ნაცია და ვინც მათთან დგას, ისიც ნაცია. და ჩვენ ყოველთვის იმას ვსაუბრობთ, ბიჭო, მე რო დღეს გამოვდივარ ნაცის და ქოცის წინააღმდეგ, მე რომელ მხარეზე ვდგავარ? საერთოდ ვდგავარ სადმე, ვინმე მიიჩნევს, რომ სადღაცას ვდგავარ? არა და ასეთი რამხელა რაოდენობა ადამიანების უმრავლესობა ქვეყანაში უმრავლესობა ადამიანების დგას სულ სხვა მხარეს, არც ნაცების და არც ქოცების მხარეს. და ეგ არის ზუსტად რაც აშინებს ხელისუფლებას და ცდილობს რომ არა, მესამე მხარე არ არსებობს. არსებობს მარტო ორი მხარე, მე და ის ხალხი, ვინც აქეთა მხარეს დგას და სხვა დანარჩენი, ვინც ნაცების მხარე, რაც არ არის, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ზარი ეთერში შემოუშვით. ვინ ახლა? ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ხართ. მე? დიახ, თქვენ ისაუბრეთ. ე ბატონო, ახლა დაუწიო იმას. დაუწიეთ. მოგესალმებით. ბატონო გოჩა და ბატონო გიორგი. დიახ. ვისმენთ? დიახ, ისაუბრეთ. თქვენ გენაცვალე ბიჭებო რა, თქვენ გენაცვალე ჩემითები რა. აი თქვენზე დგას, ავიტყვია რა, აი პატრიოტა ძალების ხლებზე რა, ჩვენი საქართველოს ბედი და მთელი ამბავი და თქვენი ჭირებეთ ბიჭებო რა. გაიხარეთ. თქვენ გენაცვალე ჩემითები. ოცებას რო და მაგრამ ოცებას რო ვამბობთ რა, სიტყვაზე რა. იბა თავისუფლება აისრულეს რო ვიტყვია რა. აისრულეს რო ვიტყვია. სულ და გულით. ცხოვრებით, კაცობით, ადამიანობით და ყველა სახლი, კარით, ამით, მანქანით და ყველაფრით, მაგით დედავანტის ბოდიში რა. ლაბორატორიაზე ემოციურად რა ბარა. რა გუშოლა ბიჭებო რა.
ერთად შევძლებთ მარტო ჩვენ არა ისევ აი თქვენ ის ადამიანები ვინ ჩართული ხართ ერთად შევძლებთ იმას რომ ყველასი ოცნება ასრულდეს რა მართლაც ქვეყანა დაალაგდეს ხო გვინდა ამის გაკეთება თან შეგვიძლია თავარი არის რომ გული არ გავიტეხოთ და შევძლოთ ეს ამბავი აზეა საუბარი და ერთი რამე დავიმახსოვროთ ნაცი უმრავლესობით ვერ მოვა ვერანაირად ერთი ის ნაცი უკვე აღარ არსებობს პრინციპში რაც შეეხება კოალიციურ ძალებს ანუ პატრიოტთა ალიანსი არის იმ იდეოლოგიის მქონე პარტია რომელსაც დღეს იბრალებს ასე ვთქვათ მანტია მოისხა ქართულმა ოცნებამ რომ ის არის ტრადიციული ეროვნული ძალა არასოდეს არ ყოფილა ბუნებრივია დღესაც არ არის უბრალოდ ჭირდება სათქმელად თქვენ თუ რეალურად გინდათ ტრადიციული ეროვნული ძალები სათავეში ეს არის პატრიოტთა ალიანსი რომელიც არასოდეს არ უხვევდა და მასთან გაერთია ბატონი გოჩათ შედის ამ დიდ გაერთიანებაში და არასოდეს იდეისთვის არ გადაუხვევია გვერდზე ანუ ყოველთვის ამ იდეოლოგიას ვემსახურებოდით ამ იდეოლოგიის ხალხი ვიყავით და ყოველთვის ვიქნებით ამ იდეოლოგიის ადამიანები ჩვენ არ ვცდილობთ იდეოლოგიას შევცვალოთ მხოლოდ იმიტომ რომ ადგილი შევინარჩუნოთ ხელისუფლებაში თუ პარლამენტში თუ კიდე სხვაგან არა ჩვენ ამ იდეოლოგიას პროპაგანდას ვუწევთ იმ თავიდანვე დღესაც და ყოველთვის ასე იქნება ტრადიციული ეროვნული იდეოლოგიის მქონე ხალხი ვართ ამიტომ თუ თქვენ გინდათ ის ოჯახის ფასეულობები და ტრადიციები რომ შენარჩუნდეს ქვეყანაში ისეთი ხალხი უნდა მოიყვანოთ სათავეში რომელიც არ ღალატობს არც ამ ტრადიციებს და არც ამ ოჯახს და ამ ღირებულებებს და ვინ არის ასეთი ხალხი ნუ მე ვფიქრობ ამას დიდი ანალიზი და ესე ვთქვათ მსჯელობა და მარჩილობა არ ჭირდება ზარია ეთერ შემოუშვით ზარი ალო დიახ გისმენთ ალო გისმენთ ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ხო მე მოქალაქე ვასილ უსანეთაშვილი გაწუხებთ უსმენთ თქვენ გადაცემას და გული მწყდება ბევრ რამეზე და განსაკუთრებულზე ჩვენ ქართველები მე ერთი დაცნობი კაცი მყავდა ეხლა ვეღარ მივაკვლიე მას რაციონალიზატორი იყო და მეუთხარი აი საზღვარგარეთელებთან მეთქი ურთიერთ რაში მჭირდება საზღვარგარეთელებიო თვითონ სვანი იყო ეს კაცი 5 ფრანკს ავჯობივარო 3 იტალიელსო და კიდე ბევრ გერმანელსო მისმენთ დიახ ისაუბრეთ გაიგაცნობ მე თვითონ ვარ გამომგონებელი მაგ ავტომობილის პროექტი რომელსაც შეუძლია ევროპის ბაზარზე გაგვიყვანოს. თქვენ მოგეხსენებათ ევროპის ბაზარზე თუ გავა სახელმწიფო, მას აქვს სოფლიო ბაზარზე გასასვლელი და მყარი და მდგრადი სახელმწიფოა ეს იმის შემდეგ რაც სოფლიო ბაზარზე გასასვლელს მოიპოვებს. ხო და ამათი უთავბოლობის გამო რომ მთავრობის არც ერთმა წარმომადგენელმა მიუხედავად ორი პიროვნებისა, ჩემი ახლობლები არიან, ყურადღება არ მომაქცია და არ მაქცევენ. ამის შესახებ მე ქუთაისშიც ვიყავი ავტოქარხნის დირექტორთან ნაცვლიშვილი იყო მაშინ ეს იყო 80-იანი 82-5-იანი წლები არც იმან მიიღო ყურად არაფერი ამის შემდეგ იმას კარგა მაგრად სცემებს ინაღა მოკლეს თუ გახსოვთ ეს ინციდენტი თქვენ ტყეში გაიყვანეს და იქცემეს მაგრად არ ვიცი ეს რისთვის სცემეს და რისთვის მოხდა მაგრამ მე რო ყურადღება არ მომაქცია ამით საქართველოს წააგო და მათ შორის მე დამწყდა გული ხოდა აი ჩვენ ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ტექნოლოგიების განვითარება უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები რაში გვჭირდება გერმანელი იტალიელი აგერ თქვენ რასაც ამბობთ აქ ქართულ მასში აზროვნებაში ქართულ წიაღში უნდა დაიბადოს ხო ეს ტექნოლოგიები რომელიც არის კი ბატონო ქართულ კათოლიკიერი არსებობს ვინმე ერთანხმები არის ვინმე ქართულ კათოლიკიერი აი მე თქვენ ამ კონკრეტულ კითხვაზე გამეცით პასუხი რომელერს ახავდა ფოთარუსთაველი, რომელერს ახავდა ჭავჭავაძე, რომელერს ახავდა ერეკლე. აი ახლა პოლიტიკას რო შევეხოთ. ეხლა როგორ ვფიქრობთ აი ეს თანამედროვე პოლიტიკოსები რომ ამბობენ ეს არ გვინდა, იმასთან არ გვინდა, ამასთან არ გვინდა, ამერიკა გვინდა, ევროპა გვინდა, რუსეთი არ გვინდა. აი კაცო ეხლა და ესენი იმა ერეკლე მეორეზე ჭკვიანები არიან და პოლიტიკაში იმაზე კარგად ერკვევიან ვიდრე ერეკლე მეორე. მან ცოტა საკამათოდ შეიძლება იყოს ერეკლე მეორეს არჩევანი ქონდა ირანი, თურქეთი, ირანი, ოსმალეთი და რუსეთი. ეხლა ცოტა სხვანაირი ესაა. არაგებია? ამაღლებულ მუსულმანს ქრისტიანი გაღატაკებული არაგებია? არა, აი დააკვირდით ბატონო ჩემო, თქვენ მე
ერთ რამეში გეთანხმებით, მეორე რამეში სადაოა. უბრალოდ გეტყვით ახლა, თქვენ ერთის მხრივ ამბობთ, რომ ევროპის ბაზარზე გასასვლელი პროდუქტის შექმნა შემიძლია მე. კი, აი წარმოიდგინეთ. ამჟამად, მაპატიეთ, ამჟამად გაგზავნილი მაქვს ფოსტით. ფასიანი ფოსტით გავაგზავნე იმ სალიცენზიო საპატენტო ინსტიტუტში. რომ გამომიგზავნონ ასლები, რადგანაც მე 98 წელს უდანაშაულ ლოკაციაში ჩამაგდეს ციხეში და ეს მთელი ნაშრომები გადამიმალეს. კი ბატონო, მაგრამ მე რაზე ვამახვილებ ყურადღებას და თქვენი ყურადღებას მინდა გავამახვილო უყურეთ. თქვენ ამბობთ, რომ ევროპის ბაზარზე შეგიძლიათ გაიყვანოთ ქვეყანა თქვენი გამოგონებით. ხო ასე? ქვეყანა აი ამ პროდუქციის კი ბატონო, მაგრამ თქვენ მაინც ხო ხედავთ, რომ ევროპას ასახელებთ მაინც ბაზარზე გასვლა, გინდათ ევროპის ბაზარ. კი არ ნიშნავს ევროპა რომელიმე ქვეყანა ევროპისა ჩვენზე კარგი და ჭკვიანი ხალხითაა დაკომპლექტებული. არავინ არ საუბრობს იმაზე. ბატონო ჩემო. ერთი წამით. აი წინსვლაზე როდესაც საუბრობთ, ხო მაინც მეთქი ევროპაზე, ევროპის მიმართულებით მიდიხართ. ჩვენ არასოდეს არ გვისაუბრია რომ თქვენ ამაში მაპატიეთ და ალბათ ცოტა ვერ ეკвевით. ევროპის ბაზარზე გასვლა ეს იმას არ ნიშნავს რომ ევროპა რაიმეთი ჯობია ჩვენ როგორც სახელმწიფო კიდე როგორც ბატონო ჩემო, მე ძალიან კარგად ვერ კვევი. ერთშიც და მეორეშიც და გიხსნით თქვენ რომ არავინ არ ამბობს რომ ევროპა გჯობნის ევროპის ბაზარი გჭირდება თქვენ რომ ქვეყანა თუნდაც ასახელოთ ევროპაში თქვენი გამოგონებით მაგრამ ევროპა ერთი წამით ევროპა აიღეთ მიმართულებით მე რის თქმა მინდა მაინც ხო ევროპისკენ გინდათ გასვლა იმიტომ კი არა რომ ევროპა გჯობნის ევროპაში უფრო კარგი მეცნიერები არიან ვიდრე საქართველოს ჩვენ ამაზე არც გვისაუბრია და ჩვენ ევროპის ბაზარზე გასვლა ეს იმას არ ნიშნავს რომ ევროპის გარეშე არ შეგვიძლია ისევა ერთ და იგივე სიმეორებთ ბატონო ჩემო მე რასაც გეუბნებით მოდით მაშინ მოდით ეგრე შევთანხმდეთ ჯერ მე ჩემსაც ვიტყვი თქვენი ხო მოვისმინეთ მოდით მე ჩემსაც ვიტყვი თქვენ დამაცდით მე ისე მოგისმენთ თქვენ კარგით კარგით გიხსნით რომ ჩვენ არ გვითქვამს და არასოდეს ვამბობთ რომ ჩვენ ევროპის გარეშე სიცოცხლე არ შეგვიძლია არა არც თქვათ ამერიკის გარეშე სიცოცხლე არ შეგვიძლია ჩვენ ეს არ გვითქვამს ჩვენ ვამბობთ სხვა რამეს ევროპა განვითარებული ქვეყნების კავშირია. ევროპასთან ურთიერთობა საქართველოს წაწევს და აწევს უფრო სხვა სიმაღლეზე. ევროპისგან ჩვენ არ გვინდა მივიღოთ ის რაც მიუღებელია ჩვენთვის იდეოლოგიურად, ფასეულობს და ღირებულებებს გულისხმობ მე. მაგრამ ის რომ ევროპაში კარგად არის დალაგებული სოციალური სფერო, კარგად არის დალაგებული ჯანდაცვა, კარგად არის დალაგებული მაგალითად მეცნიერული მიმართულება, ეს ყველაფერი კარგი იქნება რომ ჩვენთანაც კარგად დალაგდეს. დემოკრატია ვთქვათ არის ევროპაში უფრო მაღალ დონეზე ვიდრე ჩვენთან, ესეც კარგი იქნება. ჩვენ საუბრობთ ამაზე პოლიტიკური თვალსაზრისით. ის რომ ევროპის ბაზარზე გახვიდე არის ძალიან კარგი, ყოველთვის კარგი იყო და კარგი იქნება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბაზარია, გაცილებით უფრო დიდია ვიდრე რუსეთის ბაზარი, მაგრამ არც რუსეთის ბაზარი არ უნდა დაკარგოს ქვეყანამ. ეს არის ჩვენი ამოცანა, დაბალანსების პოლიტიკა ვისწავლოთ ყველა ქვეყანასთან. ვაბალანსოთ პოლიტიკური ურთიერთობა, ეკონომიკური ურთიერთობა და გამოვიყენოთ ბაზარი ევროპის, ამერიკის და რუსეთის, კაცო. ჩვენზე უნდა იყოს დამოკიდებული ეს ურთიერთობა და მხარეთ არ უნდა წარმოვჩნდეთ ჩვენ არც მარტო რუსეთის მხარეს არ უნდა წარმოვჩნდეთ არც ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მათზე ხო და მაგას გიხსნის ზუსტად მხარე როცა როგორც მხარე რომ ჩვენ ჩნდებით ხოლმე ან ამერიკის ან დასავლეთის ან რუსეთის მაშინ ხვდებით დამოკიდებულები და მაგას ვამბობ ჩვენ რომ არ უნდა ვიყოთ მხარე და არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები ამაზე ვსაუბრობ არ უნდა ვიმალებოდეთ ჩვენ თანაბარი უფლებებით უნდა ვსარგებლობდეთ ჩვენი მხარე ისე უნდა გვეჭიროს რომ ევროპამ არ გითხრას აი მე შეგიფარე მე წამოგწიე მე ჩაგიდგისული და ასე და ასე გამიგეთ ჩვენ თუ ღირსეულად წარმოვჩნდებით მსოფლიოს წინაშე არავინ არასოდეს არ გეტყვის რომ აი მე გაგიკეთე მაგრამ საქმეც მაგაშია ის რომ თავის პირობას წარმოაჩენს ჩვენი პირობით ისე უნდა წარდგეთ რომ იმაზე ნაკლები არ ვიყოთ ეს არის დაბალანსებული პოლიტიკა აი ზუსტად ეს არის დაბალანსებული პოლიტიკა საგარეო დაბალანსების პოლიტიკა ამას ქვია ეხლა ამ შემთხვევაში პოლიტიკას თავი დავანებო და გადავიდეთ მდგრადი გამყარების ეკონომიკის გამყარების საკითხზე. აი ეს პროდუქტი, ეს არის ავტომობილი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო გამოსულიყო, რომ აი რუსეთ მე ვარ ძრავი.
აი ნიუის ავტომობილ ნიუაში ბოლო გამოშვება. ბატონო ჩემო, უკაცრავად ჩვენი პოლიტიკური გადაცემა ჩვენ ახლა ეკონომიკაზე ესე პირდაპირ ვერ ვისაუბრებთ. ჩვენ შეგვიძლია შევეხოთ ეკონომიკას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ეთერში შემოსვლას, ძალიან ბევრი გვირეკავს. ამიტომ ძალიან გთხოვთ, უბრალოდ იქნება დარეკოთ თქვენ მომდევნო გადაცემაში ჩაგვერთოთ. ჩვენ უფრო როდის იქნება? ხუთშაბათს იქნება 6-ის ნახევარზე. დაგვირეკეთ უფრო მეტ, ოღონდ გადაცემის თავში დარეკეთ, იმიტომ რომ უფრო მეტ დროს მოგცემთ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა დაგვჭირდა სულ 5 წუთი გადაცემის ბოლომდე და ბევრი რამე არის, ჯერ შევაჯამოთ დღევანდელი ესე ვთქვათ, გადაცემებიც და მივცეთ საშუალება ადამიანებს კიდე შემოვიდნენ ეთერში. დიდი მადლობა ზარისთვის. ახლა ბატონ გოჩას მინდა რომ ჩაერთოს თავისი სიტყვაც თქვას ამასთან დაკავშირებით და მე უკვე ან მოვასწრებთ ან ვერ მოვასწრებთ ზარის შემოშვებას არ ვიცი უკვე, მაგრამ ნუ შევხედავთ როგორ იქნება. ხო, ფაქტიურად ხშირად გვიწევს ხო საუბარი იმაზე რომ თან სხვათა შორის თქვენც კარგად იცით ამ ტელევიზიით სწორედ ხშირად ამაზე ვსაუბრობთ რომ ჩვენ მხარე არ უნდა ყოფილიყავით არც ერთ შემთხვევაში და თან ყველაზე მთავარი რაც არის არა თუ მხარე არამედ დაახლოებით აი რაშიც ყველაზე ძალიან ვერ ვთანხმდებით ჩვენს იმ კოლეგებთან რომელთანაც ნაცმოძრაობას არ გულისხმობ მაგრამ არიან სხვაებიც რომლებიც ფიქრობენ იმას რომ აი დასავლეთი პროამერიკელებს რომ უწოდებენ თავიანთ თავს რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ჩვენ გავხდეთ საზღვარი და რაღაცა გარკვეულწილად ჩამკეტი ციხესიმაგრედ გადავიქცეთ ვიღაცის წინააღმდეგ ან დასავლეთის მხარეს ვიყოთ და თქვათ სხვებთან ვიყოთ ჩაკეტილი ისევე როგორც აი ხშირად ალბათ ვინც ხართ ნამყოფი აჭარაში გონიოს ციხე ხო? გონიოს ციხე შეიძლება ითქვას რომ შევდივართ ვნახულობთ ეს იყო რომაელების ანუ იმდროინდელი რომის იმდროინდელი ევროკავშირი შეიძლება დაარქვა იმიტომ რომ რომს მართლაც მთელი ეს ტერიტორიები ფაქტურად ათვისებული და დაპყრობილი ყავდა აი რომის 4 კოჰორტა იდგა იმაში რა ქვია გონიოს ციხეში ჩვენ არ შეიძლება ხო ჯარის ნაწილია სადაც ლეგიონები ასე ვთქვათ შედიან აი ეს ციხესიმაგრე მე ამას რატო ვაქცევ ასე ყურადღებას ჩვენ არ შეიძლება ან ევროპის ან პირიქით ვთქვათ აზიის ან იქნება ეს ჩრდილოეთის ვთქვათ გადავიქცეთ ციხესიმაგრეთ სხვასთან მიმართებაში პირიქით მე სწორედ ამიტომ ვთქვი შეიძლება უკეთესი ყოფილიყო სხვათა შორის გამსახურდიას ჰქონდა ეს დამოკიდებულება რომ იმაშიო ორ პირიქ არი იცისო დერეფანშიო და ამიტომ ჩემი ქვეყანა პირიქით ჩვენ უნდა ჩავკეტოთ, ისე უნდა გქონდეს მოწყობილი, რომ ვისაც მინდა, როგორც მინდა, ისე ასე ვთქვათ, შემოუშვა, არ შემოუშვა, ჩემი გადასაწყვეტი უნდა იყოსო. რასაც ფაქტიურად შეიძლება ითქვა შეეწირა კიდევაც, იმიტომ რომ როცა ამხელა დიდი ქვეყნები საბჭოთა კავშირის დაშლა ხომ თავისით არ მომხდარა, ხო? იმ სწორედ ის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი იყო ის, რომ საბჭოთა კავშირი დაშლილიყო, იმიტომ რომ მათ შორის იყო ვებერთელა დაპირისპირება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მერე ფაქტიურად გადავიდა სრულიად გახსოვთ კიდევაც კარიბის კრიზისი ფაზები ქონდა სივომში იყო გადასული ხო აი ასეთ სიტუაციაში რადგანაც მე ამას იმიტომ ვამბობ რომ არ შეიძლება დღეს ჩვენ თუ აქცევდით ყურადღებას ყოველთვის ვამბობდით ერთ რამეს ნეიტრალიტეტი აი პირველად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შეიძლება ითქვას რომ სწორედ აი ობიექტივიდან მიდიოდა საუბარი იმაზე და რა მნიშვნელობა აქვს ამ ნეიტრალიტეტს ხო რატო იყო აუცილებელი ეს ყველაფერი დღესაც ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებზე როცა ვლაპარაკობთ და მიგვაჩნია რომ ის პარტნიორი უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი უნდა იყოს, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავიქცეთ ხარეთ და ვიღაცის წინააღმდეგ უნდა ვიყოთ. ეს იქნება რუსეთი, ეს იქნება ირანი, ეს იქნება თურქეთი ხო? ჩინეთი. პირიქით, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მთელი ამოცანა სწორედ ამაშია, რომ ჩვენი ეკონომიკა ამას უნდა ეფუძნებოდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს ყველას ინტერესი დაბალანსებულად გატარებული იმისათვის, რომ სწორედაც რომ შიგნით მოსახლეობა უნდა იყოს ყველაზე მყარად, ხო? რეალურად 1.5 მილიონი გამოვიდა აღწერის მიხედვით საქართველოს მოსახლეობაში ქართველები. ნუ ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა გქონდეს, ხო ჩვენ რა? ანუ და თან თქვენ წარმოიდგინეთ რომ თუ ასე გაგრძელდა ვითარება როგორც დღესდღეობით ამ ხელისუფლებას მიყავს აქედან უდიდესი ნაწილი ჩვენი ახალგაზრდობისა ხა ვიღაცა იტყვის რომ თავში ქვაუხლია თუ წასვლა უნდა წავიდნენ მაგრამ ეს გენოფონდია ეს არის ჩვენი გენოფონდი ჩვენ ხო სინამდვილეში აბა ვისთვის გვინდა ეს ქვეყანა ხო ჩვენ შვილები და შვილიშვილებისთვის გვინდა ანუ ქვეყანაში უნდა შევქმნათ ის გარემო რომ ადამიანები აქედან კი არ უნდა გარბოდნენ წასულები ვინც არიან ისინი უნდა ფიქრობდნენ რომ განათლებას შევიძენ წამოვალთ, შემოვალთ ამ ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ამოცანა.
გამოცანა. განათლებას მოახმარ და საკუთარ მოახმარ კი, ამიტომ რომ იქ ბევრი უნარები შეიძინეს, განათლება შეიძინა, პროფესია შეიძინა. ამ ქვეყანაში უნდა მოდიოდეს, მაგრამ ამას თუ არ შეუქმენი შენ წინაპირობა იმისი, რომ ადამიანი აქ ჩამოვიდეს, ხო ეხლა ამას ვერავის ვერ აიძულებ და ვერავის ვერ მოთხოვ. ზოგიერთი ამბობს, რომ როგორ კაცო თუ ადამიანს უნდა და აქ უნდა იყოს და ეს უნდა გააკეთოს, არ ხდება ესე. მოწოდებებით ეს არ ხდება. ადამიანები არიან მიდრეკილი იმისკენ, რომ კარგად იცხოვრონ. ადამიანებს სურთ ეს და აქედან გამომდინარე, ჩვენ მთავარი ამოცანაც სწორედ როცა საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, როცა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ამოსავალი წერტილი ერთია. ეს არის რომ ჩვენს ქვეყანაში შევძლოთ ისეთი გარემო შექმნა, როდესაც ხალხი მართლაც იგრძნობს თავის თავს, რომ ამ ქვეყნის ბატონ პატრონია. მას შეუძლია ხელისუფლებები შეცვალოს და მოიყვანოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც სწორედაც რომ ვალდებული მასთან იქნება. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მოსკოვთან, იმასთან, რა ქვია, ბრიუსელთან კი არ იქნება. ანგარიში ვალდებული უნდა იყო სინამდვილე შენ ხალხთან. აი ესაა ყველაზე მთავარი და მე ვფიქრობ, რომ შევძლებთ ეს გადაცემებიც. მე დიდი მადლობა მინდა გიორგის უთხრა, რომ აი კრიტიკული აზრის ჩამოყალიბება ერთ-ერთი ინსტრუმენტია იმისი, რომ მე არჩევანი სწორედ გავაკეთოთ. იმით კი არა, მე ეს კაცი მძულს და არ მინდა, იმიტომ რომ რაღაცის გამო არ მომწონს. არა, რას ამბობს, მე რა წარსულით მოდის, რამდენად დაეჯერება, რასაც ამბობს და როგორ აქვს გავლილი ეს გზა. როდის შეიცვალა პოზიცია, რატო შეიცვალა ეს პოზიცია? ეს არ ნიშნავს პოზიციის შეცვლა, კი არ ნიშნავს ადამიანმა შეიძლება შეიცვალოს პოზიცია, ჩაულებრივი რამე, მაგრამ რამ შეაცვლებინა პოზიცია, რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი, რატომ ფიქრობს დღეს ამაზე, რა გეგმები და აი რასაც ბატონები ბრძანებთ, რომ ალბათ მე ვიმჯელოთ თანდათანობით იმ თემებზე, ეკონომიკა როგორ გავაუმჯობესოთ, საბანკო სისტემას რა უნდა მოუხერხოთ, რომ პირიქით ბანკი ემსახურებოდეს ხალხს და არ არის რომ ხალხი ფაქტიურად, არ ვიცი, გაქცეულია ბანკის ვალებში მყოფი ადამიანები, საქართველოს ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ დღესდღეობით ბანკებშია, რომელიც ასევე სხვა ქვეყნების ის არის, უფრო მეტად ვიდრე 10 და 15% აქვს მაქსიმუმი TBC-ის და იმას რა ქვია საქართველოს ბანკს ქართული მხარის წარმომადგენლობა, ხო? აი ამ ყველაფერზე ინგლისის პირდაპირ იქაა ჩადებული, ხო? აი ბევრი ისეთი თემა გვაქვს სალაპარაკო, რომელი თემებიც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ალბათ მე ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, ვისთვისაც გვინდა ეს ქვეყანა. დიდი მადლობა გიორგი. ნამდვილად ბატონო გოჩა გეთანხმებით. პირიქით, დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით ჩემს გადაცემაში. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, არადა სალაპარაკო ძალიან ბევრია, მესამე ნაწილს არავინ მოგხსენს. მაგრამ ჩვენ აუცილებლად იმედი მაქვს, რომ კიდე გვესტუმრებით ხო ამ გადაცემაში და ჩვენ მოგვეცემა საშუალება ვისაუბროთ სხვადასხვა საჭიროებო თემებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი გადაცემა დამთავრდა. სამწუხაროდ ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ხუთშაბათს 6-ის ნახევარზე გადაცემაში კრიტიკული აზრი. ახლა კი გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.